ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტთან დაკავშირებით კეთდება შეფასებები. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობის კონტროლის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღება. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ საწვავის შეტანა ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესის გადაწყვეტილება იყო. ქართული ოცნების განმარტებით ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის სრული დაცვით მოხდა. ბრალდებებს, რომ საწვავი რუსეთის სამხედრო ძალისთვის იყო განკუთვნილი, უმრავლესობა სიცრუედ და დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობა დაფასებს. თუ ლაპარაკობთ დახმარებაზე ჩვენი თანამოქალაქეების გალში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გალში ქართული სკოლები დახურეს, ქართული პროგრამები აკრძალეს, მათ შორის ქართული ლიტერატურა გაანადგურეს და თანამედროვე გულაგად აქციეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გალში საოკუპაციო ძალებმა ცხოვრება და ამასთან დაკავშირებით არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგავს ქართულ ოცნებას, ახლაც კი გრძელდება ეს ტერორი და რეპრესია ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ და ამ დროს ლაპარაკი რაღაცა ჰუმანიტარულ აქტზე არის სასაცილო. ჩვენთვის ნებისმიერი ჰუმანიტარული აქტი, რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს აფხაზეთში და ჩვენს აფხაზ მოქალაქეებს, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ჩვენი პარტია ყოველთვის მივესალმებოდით სახალხო დიპლომატიას, რა ფორმითაც არ უნდა ყოფილიყო ეს გამოხატული, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალობას, ამიტომ ჩვენ უკვე მივმართეთ კობახიძეს, რომ ძალიან ღიად გვითხრას რა ტიპის აქტი იყო ეს ჰუმანიტარული აქტი იყო ეს ეკონომიკური აქტი საერთოდ რა ტიპის საკანონმდებლო და სივრცეში მოხდა ამ ყველაფრის განხორციელება. მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომწვრავი განცხადება გააკეთა. მე ამაზე მეტრს ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მე თავად არ ვარ ინფორმირებული, თუ როგორ მოხდა და რა გზებით მოხდა საწვავის შეტანა აფხაზეთში, თუმცა ის რაოდენობა საწვავისა, რაც იქნა გაჟღერებული, სრულიად ლოგიკურია, რომ იმ რეგიონისთვის, ამ შემთხვევაში აფხაზეთზე მაქვს საუბარი, იყოს საკმარისი მოხმარებისთვის, აფხაზეთიდან რუსეთის საჭიროებებისთვის ნავთობის შეტანა ცოტა ზღაპარი მგონია და ამ მიმართულებით ბრალდებებს რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გავიზიარებთ, ეს არის სრული პროვოკაცია და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდება. აქ საუბარი არის აფხაზი მოსახლეობის დახმარებაზე და რა თქმა უნდა მოსახლეობისთვის რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს გააჩნია მთელი რიგი პროგრამები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მხარი დაუჭიროთ. მხოლოდ ერთადერთი ნიშნით შეიძლება შეფასდეს. ეს არის ჰუმანიტარული აქტი, რომელიც უნდა მოხმარდეს იმ მოსახლეობას, რომელიც დე იურე საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს. იქნება ეს საავადმყოფოები, იქნება ეს სასწრაფო დახმარებები და ის მცირე რაოდენობაც, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნება აი ამ რეგიონისათვის, რომელიც დროებით ოკუპირებულ მდგომარეობაში იმყოფება. მაგრამ კარგია, სწორი ნაბიჯია და ეს ნაბიჯი რასაკვირველია არ აწყობთ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად ცდილობს როგორმე დაპირისპირება გამწვავდეს. და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეტევა ამ მართებულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მეორე მხრიდანაც ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა.